მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? ხო საყვარლები ხართ ძალიან. ლამაზი დღეა, წვიმიანი დღე არის, მაგრამ მაინც ლამაზია და დღეს ჩემი დღე ასეთი ინტერესიანი ვიდეოთი დაიწყო. უცხოს აი ამ ვიდეოთი. შემომიერთდით და დავცხოთ. აი უცხოს ამ ვიდეოთი დაიწყო მეგობრებო. ყალბი ანტიქრისტე მოვიდა YouTube-ზე. მის YouTube გვერდზე აი ასეთი რაღაცა არის. და ეხლა მე მინდა ამაზე ვისაუბრო. უცხოს დასაწყისში, ესე იგი ის კრიტიკებს და განიხილავს აი ამ ადამიანის მე ვარ ქრისტეო, რომელიც თემოდან თურმე შეგიძლია გამოიწეროთ, არ ვიცი, საერთოდ არ გამიგია ამ ტიპის შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს უცხო დაინტერესდა ამ ტიპით და დაიწყო ამ პიროვნების მხელა, რომელიც ამბობს, რომ ის არის ერთ-ერთი მესია, ის აღიარებს ქრისტეს, მაგრამ ამბობს, რომ 1400 წლის წინ ყოფილი, ესე იგი, მათი წარმომადგენელი, არ ვიცი ახლა სახელი ზუსტად არ ვიცი რომელია, ამბობდა, რომ ის მართლა მოვიდოდა კვლავ, ის არ მომკვდარა, როგორც ენოქი არ მომკვდარა სიკვდილით და ის მოვიდოდა და აი აჰა გამოჩნდა თურმე ეს ადამიანიც და მოკლედ ამხელს ამ ადამიანს იმაში, რომ აი უკვე სიტყვებში დაიჭირა, რომ აი აქ შეცდომა აქვს და იქ შეცდომა აქვს, იმიტომ აქ შეცდომა, რომ ტიპი ამბობს, რომ მე ვარ სინათლეო და ჩემს მერე აღარ იქნებაო სინათლე, მოკლედ ერთი სიტყვით დაიჭირა ამ სიტყვებში უცხომ, რაღაცა სიტყვებში კი დაიჭირა, მართალია, მაგრამ მე საინტერესო ის არის, რომ უცხო ეხება მართლმადიდებლობას და ილია მეორეს აღმერთებს. ნუ მოკლედ ღმერთად დაგვისვავს რა და მე ძალიან გამიკვირდა ნიკასგან ეს საკითხი. მოკლედ ნიკა საერთოდ ყველა საკითხს კრიტიკულად უდგება ხოლმე და მე მგონია, რომ ზოგიერთი კრიტიკა ჯანსაღიცა აქვს ძალიან ბევრი, მაგრამ მე მიკვირს ერთი რამ. ესე იგი, მისი სიტყვებით ჩვენდამი კრიტიკა ადამიანები, რომლებიც თავს მართლმადიდებლებად მოვიაზრებთ, მაგრამ ილია მეორეს არ ვაღიარებთ, აი როგორ შეიძლება ეს, ხო? ეგ იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანი იყო და ქრისტე არ აღიარო, ან ესეთი რაღაც შედარება გააკეთა. ეხლა მე მინდა ამით ნიკას ვთხოვო, ანუ ამ ვიდეოთი ნიკას ვთხოვო, რომ ძალიან გთხოვ ნიკა, ჩემო კარგო, გადაამოწმე ილია მეორის ქრისტეს მსგავსება და კეთილსინდისიერება, რამდენად გავს ის ქრისტეს და თუ კი აკრიტიკება აი ამ ადამიანს, რომელიც იძახის მე ვარ ქრისტეო და ამას ანტიქრისტეს ადარებ, მაშინ მე გთხოვ ამ თვალით შეხედო ამ საკითხს, შეადარო ქრისტესა და ილია მეორის საქციელები. არა მხოლოდ საქციელები, არამედ ნახეთ სიტყვებშიც შეგიძლია ჩაეძიო და თქვა ილია მეორე თავს უწოდებს უწმინდეს და უნეტარეს, თუ თვითონ არ უწოდებს თავის თავს, სხვა მაინც უწოდებს მას და ილია მეორეს ამის საწინააღმდეგო არ აქვს. უცხო შენ კარგად იცი, რომ ილია მეორის ეს ტიტული ეკუთვნის ქრისტეს. და მე მაინტერესებს შენ გკითხო, როდის თქვა ქრისტემ, რომ თქვენ დაუჯერეთ პატრიარქებს, თქვენ დაუჯერეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ მგვანან მე, საქციელები და აი ახლა არ მითხრა, რომ ილია მეორე ქრისტეს გავს საქციელებით, აგერ უკვე მოგიყვანეთ მაგალითი, ერთი ზის ბორბლიან სკამზე და მეორე ზის კლდეზე, რომელიც ასწავლის ხალხთან ერთად. ერთს ყავს დაცვა გარშემო, რომელსაც ვერ მიუახლოვდები და ქრისტეს აგერ ხედავ, რომ დაცვა არ ყავს, ის ხალხშია, მას აბსოლუტურად არანაირი დაცვა არ სჭირდება და არც სკამზე ჯდომა არ სჭირდება, ის ზის კლდეზე, ის დადის ხალხში, ის არის უბრალო, ის არის მოკრძალებული. ჩამომითვალე ილია მეორის ის საქციელები, რომლითაც დაემსგავსა ქრისტეს, მერე ისიც მითხარი ეკუმენური გაერთიანების პრეზიდენტი რო იყო, დღეს არის თუ არ არის, ჩემო კარგო ნიკა და ისიც მითხარი ეკუმენური გაერთიანების წევრი რო გახდე, რა უნდა გააკეთო იმისათვის, უნდა დალიო თუ არა პატარა ბავშვის სისხლი, მოაწერა თუ არა 86 წელს თუ 87 წელს ილია მეორემ იმას ხელი, რომ
აი ამ ეკომენური გაერთიანების პრეზიდენტად რო დადგა, მას უნდა დაელია ჯერ ბავშვის სისხლი. აი ეს საკითხები გამოიძიე ნიკა და მე მიახტი სხვა ანტიქრისტეებს. კარგი? ანუ ჩემი დიდი პატივისცემა შენს მიმართ, ძალიან კარგად შეგიძლია ხოლმე გამოიძიო ეს საკითხები და მე ძალიან გთხოვ რომ გამოფხიზლდე შენს. მერე ისიც მითხარი, მონათლა თუ არა 48,000 ახალშობილი ქრისტემ, მონათლა თუ არა 48,000 ახალშობილი ქრისტემ და რას ნიშნავს ეს აქციელი ილია მეორესგან, როდესაც ის 48,000 ახალგაზრდას ნათლია ხდება. მერე ისიც მითხარი, შენ განიკითხავ და აკრიტიკებ ესეთ რაღაცას, რომ აი ბიბლია მხოლოდ და მხოლოდ აი ამ იერუსალიმში კრების დროს დადგინდა რომ ეს 4 წერილი, რომელიც არის 4 მახარობლის მიერ შექმნილი და დაწერილი არის მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი და არა სხვა ის წერილები, რომლებიც ამოიღეს აი ამ კრებაზე, ხო? ვიღაცა მამებმა, ვინებიც პირდაპირ ქალთა მოძულეები იყვნენ. ნუ პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ აი ამ კრებაზე, როდესაც შეიკრიბა ეს ხალხი, ჯვაროსნულ ომებსაც ხელს აფარებს, ჯადოქრების დაწვასაც ქრისტეს სახელით ხელს აფარებს. ნუ მოკლედ ძალიან ბევრ ამის, რაც ქრისტეს სახელით არასწორად განხორციელდა, აქცეპტირებას უკეთებს, ვითომც არაფერი და ეს ჩვეულებრივი საკითხი იყოს და შენ აი ამ მამების იმ წერილებს, რომლებიც ამოარჩიეს უამრავი სხვა წერილებიდან და შეიტანეს, უწოდებ მართალწერილებს? მხოლოდ ანუ შენ რას ამბობ, იცი? ეს მამები, რომლებიც აზერზე ვერ მოდიან, რომ ბოდიში უნდა მოიხადონ კაცობრიობის წინაშე, რომ ჯვაროსნული ომები საერთოდ აწარმოეს კაცობრიობა ქრისტეს სახელით, რომ ჯვაროსნული ომების გარდა კიდე რამდენიმე ათასობით ახალგაზრდა არის მეცნიერი დაწვეს ქალისა და კაცის სახით და შენ აი ამ მამებს, რომლებსაც ბოდიშიც კი არ მოუხდია და თავიც კი არ დაუხრია და სირცხვილის გრძნობაც კი, ნამუსის გრძნობაც არც კი გამოუჩენიათ, აი ამ მამების მიერ შეკრებილ წერილებს და ბიბლიაში შეტანილ წერილებს თვლი როგორც ლეგიტიმურად მხოლოდ, ანუ როგორც კანონიკურად მხოლოდ და დანარჩენ წერილებს ესე ნაგავში ისვრი? აი ზუსტად მაგ მამებმა ამოიღეს ენოქის წიგნი და მოისროლეს ნაგავში. შენ კიდე ძალიან კარგად იცი, მე არ დამჭირდება შენთვის ახსნა, ვინ არის ენოქი, ხო? წმინდა ენოქი, რომელიც აი ამ შედარებას აკეთებ ახლა ამ ადამიანთან, რომელსაც ანტიქრისტეს უწოდებს, ეს ადამიანი არ მომკვდარა ცოცხალი სიკვდილითო, ხო? აი საინტერესო რა არის, იცი? უცხო, ძალიან ჩაფიქსირებული და ჩაჭერილი ყავხარ იმ იდეას, რომ აი ილია მეორე უწმინდესი და უნეტარესია და მისი ტიტული ქრისტეს ტიტული აქვს მიწეპებული და ეს არ არის ანტიქრისტეს ტოლფასი, ხო? ანუ საინტერესოა უცხო შენი ამბები და შენი მოსაზრებები ამ საკითხთან. რამდენად პასუხს გასცემ ამ საკითხებს, როგორ შეადარებ ილია მეორეს ქრისტეს, შეადარე, აი უბრალოდ აიღე და შეადარე, რომ აი ილია მეორე ამაში და ამაში არის, ესეთი და ესეთი ქრისტიანი. აი ნახეთ როგორ გავს ქრისტეს აი ამაში. ერთ მაგალითს მაინც თუ მომიყვან, რომელიც აი ოდნავ მაინც დაახლოვებს ქრისტეს. ანუ შენ ბოლოს თქვი შენს ვიდეოს ბოლოში, აი ამ ვიდეოს ბოლოში თქვი, რომ ესე იგი ქრისტემ თქვა ის, რომ ბოლოს ჟამს ბევრი მოვა ჩემი სახელით, მაგრამ თქვენ უნდა დაეყრდნოთ ბიბლიისა და წერილების ცოდნას და მამების ცოდნას. იცით რა არის უცხო? მე ეგ სიტყვები არც ერთ სახარებისეული მასში არ წამიკითხავს წერილში და იმასაც თუ დაასახელებ შენს ეგ წაიკითხე, რომ ბიბლიისებურ ცოდნას უნდა დაეყრდნოთო, მადლობას მოგიხდი. და მე გეტყვი რა თქვა ქრისტემ. მართლაც თქვა ქრისტემ, ბოლოს ჟამს ბევრი მოვა ჩემი სახელით, მაგრამ ნუ დაუჯერებთ მათ. რამე თუ მართალია იქნება ის, რომელიც მომბაძავს მე და იცხოვრებს ჩემი ცხოვრებით. ანუ ჩემს მსგავსათო. დამისახელე პიროვნება დღეს მღვდელი საპატრიარქოს ერთი წევრი, სინოდის ერთ-ერთი წევრი მაინც, რომელიც ქრისტეს ბაძავს.
როგორც ცხოვრების წესით, ისე ჩაცმულობით, ისე სიტყვიერად, ისე თავმდაბლობით და ისე სხვადასხვა საქციელებით. თუნდაც გარეგნულად, თუნდაც ფიზიკურად, თუნდაც მენტალურად, თუნდაც ასტრალურად და თუნდაც მეტი. ძალიან გთხოვ, დამისახელე ერთ-ერთი მაინც საპატრიარქოდან თუ არსებობს ვინმე ქრისტეს მსგავსი. ილია მეორის ჩათვლით. დამისახელე ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დაცვა სჭირდება, ადამიანი, რომელიც დაყავთ ჯიპებით, ადამიანი, რომელსაც დააგორებენ სკამით, ადამიანი, რომელიც იწმევს $8 ფეხსაცმელებს, ადამიანი, რომელიც ევროპაში გამგზავრებულ ტრაკის მქნეველ ქალებს თავს ლოცვა კურთხევას აძლევენ. ძალიან გთხოვ, მაინტერესებს ერთ-ერთი საკითხი ილია მეორესი დამისახელე რომელი მისი საქციელი გავს ქრისტეს და მერე მადლობას მოგიხდი. მერე იმასაც შეგახსენებ, რომ გადახედე ვინ ვარ მე და რომ ჩემი შვილი არის ილიას ნათლია და რა გაგვიკეთა ჩვენ მაგან, იმასაც გადახედე და მითხარი ქრისტე მოიქცეოდა თუ არა ეგრე და მაგარი ჯიგარი იქნები. ახლა მეგობრებო, დაგემშვიდობებით მე თქვენ და გაკოცეთ.